კიდევ ერთხელ მოგესალმებით. თავისუფლების 1 საათია ეთერში 17 საათი და 38 წუთია თბილისის დროით. 7 ივლისს საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკაში მოეწყო მე-20 საუკუნის დიდი ღვთისმეტყველის ალექსანდრ შმემანის წიგნების პრეზენტაცია, ქართულად თარგმნილი თარგმანის პრეზენტაცია მოაწყვეს ბატონმა ფრიდონ საყვარელიძემ და ოთარ ზოიძემ და ბატონი ფრიდონი არის დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი. ბოდიში მოვიხადო, იმიტომ რომ გუშინ უკვე დღეს დავპატიშეთ, მაგრამ აგვერია თარიღი და ბატონი ფრიდონი უკვე მეორედ მოვიდა რადიო თავისუფლებაში და აი დიდი ბოდიში. ალექსანდრე, მე ვამბობ ალექსანდრს, ხო შეიძლება ამის უფლებას. მე მინდა დავიწყო გუშინ ჩვენი რადიო თავისუფლების დღიურები წავიკითხე რამდენიმე და ბასილ კობახიძის დღიურებს გადავეყარე და ბატონი ბასილი წერს, რომ თარგმნი მამა ალექსანდრე შმემანის დღიურებს მართლმადიდებელ თეოლოგებს შორის ყველაზე მეტად მიყვარსო, მაგრამ განსაკუთრებით ტრაგიკულად მეჩვენება მისი კონფორმიზმი და ეს მტრგუნავსო. დღეს ბასილ კობახიძე არ ცხოვრობს თბილისში და მინდოდა ვერ დაუკავშირდი, მაინტერესებდა რას გულისხმობდა, იმიტომ რომ ამის შემდეგ ის უკვე ამის შესახებ არ ლაპარაკობს, რას გულისხმობს, მაგრამ ყველაზე ძალიან უყვარს. მაგრამ მე მომიჩვენა, რომ ძალიან წინააღმდეგობრივი ფიგურა არის, თუ მეთანხმებით არ ვიცი, ალბათ როცა ადამიანის ტექსტებს თარგმნის, ის უკვე ისე ძალიან გიყვარს, რომ ძალიან სუბიექტური ხარ მის მიმართ, მაგრამ დამეთანხმებით თუ არა, რომ იგი მართლა წინააღმდეგობრივია. კი, რა თქმა უნდა, ბატონო გოგი, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჯერ პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ძალიან სიმბოლურია, რომ სწორედ რადიო თავისუფლებაში ვსაუბრობ ჩვენ შმემანის შესახებ, იმიტომ რომ ის წლების განმავლობაში მიყავდა მას გადაცემა რადიო თავისუფლებაში 3000-მდე ასეთი გადაცემა არის ჩაწერილი და ეს გადაცემები იშიფრება და წიგნებათაც გამოიცემა ალბათ იმედი მაქვს რომ ახლა მომავალში ქართულ ენაზეც ძალიან სასიხარულოა რომ მისი დღიურების თარგმნა დაიწყო იმიტომ რომ ეს არის არ ვიცი ბესტსელერი თუ შეიძლება ამას დავარქვათ იმ ხელიდან ხელში გადადის და რამდენ გამოცემას გაუძლო უკვე დიახ ის არის წინააღმდეგობრივი ფიგურა და მის სადმი დამოკიდებულება არის წინააღმდეგობრივი განსხვავებული რელიგიურ წრეებში არის განსხვავებული და ამას აქვს რამდენიმე მიზეზი და განსხვავებული არის არა მხოლოდ მაგალითად ქართულ ეკლესიაში, ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაში საქართველოში, არამედ საზღვარგარეთას მაგალითად ცნობილია რომ მისი მოღვაწეობის წინააღმდეგი იყო მამას სერაფიმ როუზი, რომელიც ასევე ამერიკაში მისიონერობდა და ამას ჰქონდა რამდენიმე მიზეზი. ერთი მიზეზი ალბათ იყო ის, რომ ეს იყო ძალიან თავისუფალი ადამიანი, ის ისლამში დაიბადა, შემდეგ ძალიან პატარა იყო პარიზში წაიყვანეს. პარიზში უკვე ლიცეუმში დაიწყო სწავლა, შემდეგ სემინარიაში შევიდა და დაიწყო უკვე პროფესორ კატაშევის საპროფესორო სტიპენდიატი გახდა. შესანიშნავი ლექციების კითხვა დაიწყო და მოხუცებულმა პროფესორმა კარტაშევმა როცა მოისმინა მის პირველი ლექცია თქვა 10 განუტევეს სულ ჩემი უფალო იმდენად კმაყოფილი იყო ამითი და ძალიან მალე ის მიიწვიეს ამერიკის შეერთებულ შტატებში მამა ალექსანდრე ფლოროვსკი მიიწვია და ის გახდა სემინარიის რექტორი აქვე მან დაიწყო სერიოზული ბრძოლა იმისათვის რომ ამერიკის მართლმადიდებელ ეკლესიას მოებოებია ავტოკეფალია და მას უმადლიან დღემდე ამას. ამას სერაფიმე როუზი თვლიდა რომ ამერიკაში არ იყო საფუძველი მართლმადიდებლობისთვის და ამიტომაც ეს იქნებოდა თიხის ფეხებზე მდგარი რაღაცა. ისა და ამიტომ არ იყო სწორი მართლმადიდებლობისთვის მართლმადიდებლობის ავტოკეფალისთვის ბრძოლა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამას გარდა თვითონ მამა ალექსანდრეს ცხოვრება, მისი ცხოვრების სტილი, რომელიც დისიდენტი იყო, თან დისიდენტი იყო. გარდა ამისა, გარეგნულად ის ძალიან ხშირად დადიოდა სამოქალაქო ტანსაცმელში. უყვარდა ამერიკის მეგაპოლისებში სეირნობა. გამოწერილი ჰქონდა უამრავი გაზეთი. უყურებდა პოლიტიკურ გადაცემებს, საპრეზიდენტო მიგეში იყო ხოლმე ჩართული ყოველთვის. ციტირებდა მანდელშტამს მაგალითად, ხო, უცნაურია ღვთისმეტყველმა რომ მარტო მანდელშტამი ვთქვი, მაგრამ ძალიან განათლებული ადამიანი. არა მარტო მანდელშტამს, იმიტომ რომ თავისუფალ დროს ძალიან უყვარდა ისეთი განსხვავებული, სოფხედელობულად ისეთი განსხვავებული წერილების კითხვა, როგორც იყო ათეისტი ლეოტო, პროტესტანტი ანდრე ჟიდი, ეგზისტენციალისტი სარტრი. და ამათ მაგრამ აკრიტიკებდა, მაგრამ აფასებდა მათ პირდაპირობის პატიოსნების გამო და გულწრფელობის გამო და მათი ლიტერატურული თვისებების გამო. ამას გარდა იყო კიდევ რამდენიმე სერიოზული მომენტი, რომელიც დღემდე აბრკოლებს იმ ადამიანებს, რომელსაც შემოთან უფრო ახლოს მისვლა უნდათ. ეს არის ის, ერთი რომ
ის მუდამ ქადაგებდა პლურალიზმს და პლურალიზმს არა მართლმადიდებელობაში, არა მართლმადიდებლური საფუძვლების უარყოფას, არა, ის იყო ძალიან ღრმა მართლმადიდებელი და ყოველთვის დადიოდა ძირამდე, როგორც თვითონ უყვარს ხოლმე თქმა რუსულად ოგნენное средоточие, ცეცხლოვანი გულისგული რო თქვა, ასე ქართულად წმენის. ეხლა ეს წიგნები, ეს ევქარისტია ხო იყიდება? მალე ერთ ათღეში იქნება. ათღეში წიგნების მაღაზიებში. დიახ, ეს იქნება ბიბლიის ქსელში და ალინოს მაღაზიებში და რაც შეიძლება დაბალფასებში იქნება ეს, რომ ყველამ შეძლოს მის წაკითხვა. ეს ევქარისტია, ეს არის წიგნი ლიტურგიის შესახებ. ეს არის შეიძლება ითქვას მისი ცხოვრების მთავარი წიგნი და უთხრა კიდევაც თავის თანამოძმეს საკურთხეველში გუშინ ბოლო წერტილი დავსვიო. ჩემი ცხოვრების მთავარი წიგნი დავამთავრებო. ეს არის წიგნი ლიტურგიის შესახებ, მაგრამ არა მხოლოდ ლიტურგიის გარეგნული ფორმის შესახებ. ის ყოველთვის ამბობდა, რომ დღევანდელი რელიგია ფორმამდე დაიყვანება და არ შინაარსამდე. არა მხოლოდ გარეგნული ფორმების შესახებ, მაგრამ გარეგნული ფორმებსაც ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს და როგორც რესტავრატორი რომ წმინდავს ძველ აღმოჩენილ ნივთს და ძველი ბრწყინვალება რომ უნდა დაუბრუნოს, ასეც ცდილობს ის, მაგრამ ეს ამავე დროს არის არა მხოლოდ ლიტურგიის წესების შესახებ, წესგანგებების შესახებ, არამედ თვითონ წმენის შესახებ. და წმენის შესახებ ის წერს საოცრად ცოცხლად. ეს არის ცოცხალი სიტყვა, ცოცხალი წმენის შესახებ. წერანია ნამდვილი. აი თვითონ რთული იყო თარგმნა. საკმაოდ რთული იყო, ესეთი სახიერად აზროვნებს. ძალიან სახიერად აზროვნებს. ამას გარდა ძირითადი სიზნელეები გამოწვეული იყო იმით, რომ აქ არის ლიტურგიული ტექსტები. ამ ლიტურგიულ ტექსტებში შედებოდა ქართული შესაწყისების დაძებნა და მეტიც. თქვენ არ ახართ პროფესიონალი? არა, ლიტურგიული ტექსტები იყო ძველ სლავურ ენაზე. ზოგჯერ და ძალიან ხშირად. ისე რუსული თავიდანვე იცოდა, ნუ მაინც რუსულენოვანი იყო და ეს ის ბოლოს ინგლისურადაც წერდა, მაგრამ იმის ძირითადი ნაშრომი არის. ბატონ ფიდონ, ასეთი რამე აქ ნათქვამი, კითხულობდი გუშინ. დიახ, რა თქმა უნდა, ქრისტე ჯვარსაცვეს რელიგიურმა ადამიანებმა, მაგრამ ჯვარსაცვეს იმიტომ, რომ ქრისტემ ამხილა მათი ცრუ რელიგიურობა. რეფორმატორი იყო, შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ თან კონსერვატორი იყო, ხო? და თან რეფორმატორი, ასე გამოცხადდა. ცხადია, მას შესანიშნავი წიგნია დაწერილი დიდი მარხვა და ეს წიგნი 10,000-ობით ცალი შეიძინა ამერიკის ხელისუფლებამ არმიისთვის. არმიაში ურიგებენ და აკითხებენ ამ წიგნს, სადაც აი ზუსტად არამართლმადიდებლებს. ყველას. ხო. ეხლა რაც შეეხება მის დამოკიდებულებას და პოპულარიზმთან დამოკიდებულებას. მინდა ერთი პატარა ციტატა წაიკითხო თუ არ შემიძლია. რა თქმა უნდა, გვაქვს დრო 15 წუთი. ყოველთვის გრძნობდი, რომ თუ კი ვინმე მართლაც მიყვარს, კათოლიკე, პროტესტანტი ან იუდეველი, თუ ჩემს სიყვარულში ვისმაც სრული სერიოზულობით ვარ განწყობილი, ერთადერთი რისი გაკეთებაც შემიძლია დამეკარგა, სამწუხაროდ დამეკარგა, ნამდვილი რაც შეიძლება გავაკეთო ისაა, რომ უთხრა მას, ისმინე. მოდი ჩავიკეთოთ ოთახში 1000 წლით, რადგან ჩვენ ამდენ ხნის განმავლობაში ვიყავით გაყოფილები და გულდასმით განვიხილოთ თავარი პრობლემა. და რა მოხდება მაშინ? არაფერი თუ თავიდანვე შემოზღუდა ჩვენ საუბარს ორმხრივი ბოდიშებით და ურთიერთპატივისცემის დადასტურებით. მაშინ ჩვენ ეკუმენური ბანალურობის დონეზე დავჩებით. მაგრამ რაღაც შეიძლება მოხდეს და ჩვენ ჯერ არ ვიცით რა თუ კი ამ საუბარში მთელ ჩვენ არსებას, მთელ ჩვენ წამს და მთელ ჩვენ სიყვარულს ჩავდეთ. მაგრამ მეშინია რომ პლურალიზმის თანამედროვე გაგება რაღაც აბსოლუტურად სხვა რამისკენ იხება. მოდი ნუ ვილაპარაკებთ ამ საკითხებზე, ისინი გყოფენ, ვილაპარაკოთ იმაზე, რაც გვაერთიანებს, თავი ავარიდოთ წოვე თემებს. კონფლიქტოლოგია ფაქტურად. თავარი იდეა კონფლიქტოლოგიის. ამას გარდა მას აკრიტიკებდნენ, იმიტომ რომ ის გამოხატავს რომ ამერიკულ ამერიკანისტი არის, ამერიკულ თავისუფლებაზე ლაპარაკობს და მართლაც ის ლაპარაკობს იმაზე რომ როდესაც გვესმის ხოლმე უმწიფარი ადამიანებისაგან დასავლური კრიტიკა, ის ძალიან მწვავედ ახასიათებს მათ და ამბობს მაგალითად რომ სამწუხარო და ზნებია უყურო დასავლეთის ტოტალური განკითხვის მაგალითებსა და შეურაცხყოფელ გულმოწყალებას მისი საცოდავი ხალხისადმი ბჭყალებში ახალგაზრდა ადამიანებისაგან, რომლებსაც შექსპირი და სერვანტესი არ აქვს წაკითხული, არაფერი გაუგიათ ფრანსის ასიზელზე და არ იცნობენ ბახის მუსიკას. საწყენია იმის გაცნობიერება, რომ არ არსებობს უფრო სერიოზული დაბრკოლება დასავლეთის მიერ მართლმადიდებლობის გაგებისა და ათვისებისა, ვიდრე თვით მართლმადიდებლობის პროვინციალიზმი, ადამიანური ამპარტავნება და თვითკმაყოფილება.
ეს ამერიკელებსაც კი არ ეხება ჩვენ საზოგადოებას. მორწმუნე საზოგადოებას მათ შორის. მაგრამ ჭეშმარიტება ყოველთვის იწევს თანამდებობას. ჩვენ ყოველთვის ხადაგებთ და ვასწავლეთ რომ უნდა ვამაყობდეთ მართლმადიდებლობით. დროა ბოლოს და ბოლოს გავიგოთ. თუ მართლმადიდებლური მისია უნდა გამithავდეს შემდგომშიც. მაშინ ჩვენ არ მხოლოდ უნდა დავძლევთ და მოვიშოროთ თვითმაყოფილების ეს სული, არამედ აღმოსავლური მართლმადიდებლური კულტურული და სულიერი მემკვიდრეობის საგანძურზე ერთი წუთითაც კი უარის თქმის გარეშე. არც ერთი წუთით არ უნდა თქვა უარი მართლმადიდებლური კულტურული და სულიერი მემკვიდრეობაზე. გავხდეთ გახსნილები დასავლური კულტურისთვისაც და ჩვენ მონაპოვრად ვაქციოთ ის, რაც მასში ჭეშმარიტია, რაც პატრიოტიანია, რაც მართალია, რაც საყვარელია, რაც აქებია. ფილიპელთა 4:8. ამას ისე უბნება ამერიკულ მრევლს თუ უბრალოდ ამას წერს უბრალოდ ეს ეხება ყველას. მაგრამ ისინი ვინც მის ამერიკანიზმზე საუბრობენ, მათ თვითონ მამა ალექსანდრე პასუხობს ძალიან მოსწრებულად და არ ვიცი რაღაცა საოცარი ვირტუოზობით, როდესაც ამერიკულ თავისუფლებაზე ლაპარაკობს და საერთოდ რაღაცის გაფეთიშებაზე, მათ შორის თავისუფლების გაფეთიშებაზე ლაპარაკობს. კი, მაგალითად თავისუფლებაზე ბევრს წერს. ის ამბობს, რომ არაფრის გაფეთიშება არ შეიძლება, ისე როგორც არ შეიძლება ადამიანის გაფეთიშება, ფეხბურთის გუნდის გაფეთიშება, მაგალითად იდეოლოგიის აი ამ ადამიანის ამ ყველაზე უფრო ძვირფას ჰიპოსტატის თავისუფლების გაფეთიშებას არ შეიძლება. იმიტომ რომ რა განსხვავება იყო ახლა ამერიკულ იდეას შორის თავისუფლების შესახებ და ევროპულ იდეას შორის. ეს იყო ის, რომ ამერიკელები ამბობდნენ თავისუფლება სახელმწიფოსაგან და მოუგიდებლად სახელმწიფოსაგან თავისუფლება, ევროპელები ამბობდნენ თავისუფლება სახელმწიფოს მეშვეობით. და ამიტომ გაჩნდა ამერიკის დეკლარაციაში ჩანაწერი, რომ ყოველ ამერიკელს და ყოველ ადამიანს აქვს უფლება ისწრაფოდეს თავისუფლებისკენ, ევროპაში კიდე ისწრაფოდეს ბედნიერებისკენ და ევროპაში კიდე ბედნიერების უფლება. ერთი სიტყვა სწრაფვა თავისუფლებისკენ განასხვავებს ევროპულ და ამერიკულ კონცეფციას. და აი როგორ წარეთ დასცინის შვემანი იმ ბედნიერებას, რომლისთვისაც გვერდება ეს თავისუფლება. მაინც საით ისწრაფისო რომ ამერიკული ლიბერალიზმი აი როგორი ბედნიერებისკენ ისწრაფისო და თავს ნებას მიცემ კიდევ ერთი. კი ბატონო. ყველა არსებულ შეხედულებათა სისტემა ყველაზე პესიმისტურიც კი ყურადღებას აქცევდა სიხარულს. ბედნიერებად კი რაღაც სრულიად სხვა რამე მიიჩნეოდა. არავის მოსდიოდა აზრად, რომ ადამიანის ცხოვრებისეული მიზანი ბედნიერება უნდა ყოფილიყო, თანაც ბედნიერება, რომელიც გვესმის მხოლოდ როგორც აშშ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მოწოდებული საკვების მიღება და თავის შეკავება ისეთი სახიფათო პროდუქტებისაგან, როგორიცაა წყალი, პური, ხორცი, ყავა, ჩაი, აღარაფერს მომობ თამბაქოსა და სხვა მისთანებზე. სიხარულს უფრო 1000 გვარი მითითებების მცირე დარღვევებში პოულობდნენ, მეტის დალევაში, მეტ მხიარულებაში, ზოგჯერ დღესასწაულებთან დაკავშირებულ ამცობებში. არ გამიკვირდება თუ მალე გვექნება რეცეპტები, უტოპიური რეცეპტები, როგორ ვიმხიარებოთ საკუთარი თავისათმი ზიანის მიყენების გარეშე, ბადაღებული ბედნიერების დასაცავად. უტოპია ყველგან შეღწევადია, საყოველთაოა. თუმცა ჯერ კიდევ ყველაფრისთვის ბოლომდე არ მიგვიღწევია, როგორ სარკაზმიც წერს. ჩვენ ჯერ კიდევ ვაბინძურებთ აერს, მაგრამ ხვალ აუცილებლად უფრო კეთილშობილები გავხდებით, რომელიღაც საიდუმლო მიზეზებით ჩვენ ზოგჯერ ჯერ კიდევ ვტყვივა ხოლმე კბილები. გადაფურცლეთ ჟურნალები კბილის ექიმის მისაღებში რო აწყვია. თქვენ აღმოაჩენთ, რომ მომავალში ყველა ჩვენი ტანჯვა გაქრება და მთელი მედიცინა პროფილაქტიკური გახდება და ბოლო რამ უტოპიის შესახებ. თუ თქვენ მოვარსიტყვით ამ ბედნიერებას, არ მოისურვოთ კბილების პროფილაქტიკურ მკურნალობას და ჯიუტად გააგრძელებთ ყავის სმას, შიშობ რომ დევნას დაგიწყებენ. თუ თქვენ არ გამოედევნებით ბედნიერებას, თქვენ მიგდევნიან სასამართლოში. ეს პრინციპში კონფორმიზმის წინააღმდეგ არის სწორედ დაწერილი. ამიტომ ანტიკონფორმისტული მანიფესტია. ძალიან მრავალ. მაგრამ მეც ერთ ციტატას საგიკითხავთ, რომელიც უკვე აქეთკენ ესე იგი ისურის შეიძლება ის თქვას კენჭებს. ნუ მოусმენთ იმ შავბნელ ქრისტიან აპოკალიფტიკოსებს, რომლებიც მოგვიწოდებენ არარსებულ უდაბნოებში და ქრისტეს მეორედ მოსვლის თარიღს ანგარიშობენ. გასაგებია ვის მისამართით არის და ამიტომ არის ალბათ რომ ბევრს არ ოყვარს. კი, და ხო გეუბნებით არა მარტო საქართველოში, მთელ სოფლიოში არის ასეთი განსხვავებული დამოკიდებული. ეხლა მე არ შემიძლია ბატონო გუნდა ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მამა ალექსანდრეს შვილს, სერგეი შმემას, რომელიც არის ძალიან ცნობილი ჟურნალისტი, პულიცერის პრემიის ლაურეატი, რომელმაც სრულიად უსასყიდლო ჰონორარი არ მოსთხოვა გამომცემლობა. არა, გამომცემლობას არა, მან ჩვენ მოგვავნიჭა უსასყიდლო გამოცემის უფლება. მისი მამა ალექსანდრე შრომების ექსკლუზიური უფლება. ეს რომელი გამომცემლობა არის? თუ ეს ქრისტიანული განათლების
ქრისტიანული განათლების ფონდი არის არასამთავრობო ორგანიზაცია. რა კარგია შენიშვნებისთვისაც არის ადგილი. ამავე დროს სკოლიოები გავაკეთეთ ძალიან ბევრი სკოლიოები, სადაც ჩვენი მკითხველი არ არის გაწაფული ასეთი რელიგიური ლიტერატურის კითხვაში, ამიტომ სადაც ჩავთვალეთ მაგრამ არ შეიშინდეს, იმიტომ რომ იკითხება რომანივით. ეს მე უბრალოდ მინდა უთხრა რადიოს მას. რამდენადაც ღრმაა, იმდენად არ არის გადატვირთული მაინც ისეთი ტერმინოლოგიით, რომელიც შეიძლება შეაშინოს. ხო, არა ვარ მაგთან. ასეა ნამდვილად. რა ინტერესებს? ტირაჟი პატარაა. ტირაჟი. იმიტომ რომ ინტერნეტში ამავე დროს არის თქვენ პირველები ხართ, ვინც ქართულად თარგმნა. არა, ჩვენამდე იყო თარგმნილი ძიმი მარხვა, რომელიც შესახებაც ამასიანთვის ამბობს. ეს არ არის დიდი ზომის ნაწარმოები და იყო რამდენიმე წერილი თუ სტატია მისი ნათარგმნი. სერიოზული თარგმნა მისი ამ მონოგრაფიის ევქარისტია და პირველი მონოგრაფია, რომელიც ჩვენ ქართულად თარგმნით, ეს იყო ისეთი ცნობილი მონოგრაფია, რომელსაც გვერდს ვერავინ მის მართლმადიდებლობის ისტორიაზე ამის დაწერს, ეს არის მართლმადიდებლობის ისტორიული გზა. ხო. ხოლო ეს კრებული, ეს შემას ასეთ სახით არ გამოუცია, ეს ჩვენ დავალაგეთ ისინი თემატურად მისი სხვადასხვა შრომებისაგან და სტატიებისაგან და პირობითად დავარქვით ლიტურგია და ღვთისმეტყველება. პერიოდების მიხედვით არის, იმიტომ რომ მაინც განსხვავდებაო ამბობენ გვიანდელი შვემანი, ადრინდელი შვემანი. ასე ადაგულაგებია და დავალაგეთ თემატურად. ესე ყველაფერი რაც ეხება ლიტურგიას. აი მაგალითად რა საინტერესოა, ბატონო გოგი ერთი მომენტი. როდესაც ის ევქარისტიაზე წერს ლიტურგიაზე, ლიტურგიის წესგანგებაზე, რომელიც ასევე ძალიან საინტერესოა და მას ძალიან ბევრი დანაშრევი აქვს, რომელიც ადრე არ იყო. და ვირკვევა რომ თურმე ძველ პირველ ქრისტიანებს კანკელი არ ჰქონდათ და სამდელოება და საერო ხალხი ერთად იყო, ერთ სივრცეში იყო. არც ამბიონი არ არსებობდა, ისინი ერთ სიბრტყეზე იყვნენ განლაგებულები და ამას ის თანასწორები იყო და ისინი ერთნაირად მონაწილეობდნენ, ზუსტად ერთი დოზით მონაწილეობდნენ მსახურებაში. ეს იყო თანამონაწილეობა, თანაწირვა, როგორც საერო პირების, ისე დღეს საერო პირებისთვის ცალკე ისინი გამოდის, ლოცვანი გამოდის, რაც განსხვავდება იმისგან რაც ძველი იყო. მეთეოლოგია რა ვიცი. არა, მაგრამ ამბობ იმას, რასაც რამე სოლჟენიციდანაც მეგობრობდა. სოლჟენიციდთან მეგობრობდა, რაღაცები მისი არ მოწონდა აკრიტიკებდა კიდევაც, მაგრამ მისი ნიჭის თაყვანისმცემელი იყო აშკარად. და თავად რუსეთის მიმართ კრიტიკული თუ იყო. ეს რესპუბლიკელების თემა არის. რუსების მიმართ კრიტიკა გამოიხატებოდა რუსული სისტემის, ბოლშევიზმის კრიტიკაში და აქ ის არის ძალიან მწარე. ეს განსაკუთრებით მართლმადიდებლობის ისტორიულ გზაში ჩანს, სადაც ერთ-ერთი ბოლოთავი რუსეთის მართლმადიდებლობის ისტორიას ეკუთვნის. ბოლშევიკებამდე და ბოლშევიკები და კიდევ 5 წელიწადი დაახლოებით და სადაც ის ამბობს ყველაფერს, რასაც ფიქრობს. მაგრამ ამასთან ერთად აქ გამოჩვევის ძალიან დიდი სიყვარული. პუშკინზე აქვს შვენიერი სტატია და საერთოდ რუსული კულტურა კარგად იცოდა. ძალიან კარგად. მე როცა დაინგრა 93 წელს გარდაიცვალა, ხო თუ არ ვცდები? 26 წელს გარდაიცვალა. 83 წელს. 83 წელს. ისე ვერ მოესწრო საბჭოთა კავშირის არა. დანგრევას. ვერა. და კიდე გვაქვს 2 წუთი. ევროპა და ამერიკა მაინტერესებს, იქ ევროპიდან როცა გადავიდა ამერიკაში, ნუ თავი იგრძნო მაინც ამერიკელად, ხო? მაგრამ ეს ევროპელი კაცი იყო, ევროპული ამბზამი იყო. კი, ის იყო ნამდვილი ამერიკელი პატრიოტი. ის არ უშვებდა შემთხვევას, რომ რაღაცა გამორჩენოდა რომელიღაცა პოლიტიკური მომენტი. ეს არ მოწონდა მამას სერაფიმ როუზს, რომელსაც ყველაფერი უარყო თავისი ბერული სამოსლის განსვლად და საპროფესორო კარიერა მის არაფერი არ იყო. მაშინ როდესაც მამა ალექსანდრე იყო ნამდვილი თანამედროვე პროფესორი. მაგრამ ამავე დროს ეს იყო ძალიან ღრმა მართლმადიდებელი ადამიანი. კეთილი უნდა დავასრულოთ. სხვა შორის ერთი ციტატა კიდევ მენიშნა, როცა ჩვენი მამების რწმენაო ის ამბობს წიგნი არის ჩვენი მამების რწმენა, რომელშიც ის მოგვიწოდებს დავიცვათ მამების რწმენა, მაგრამ თუ კი მამების რწმენა, ესე ამერიკაში გამოვიდა ასეთი წიგნი და აკრიტიკებს, მაგრამ თუ კი მამების რწმენა არ იყო მართალი, რატომ უნდა დავიცვათო ის კითხულობს. ანუ უცნაურია ის არის რეფორმატორი და ამავე დროს არის ტრადიციონალისტი. ეს წინააღმდეგობა არის მასე კონსერვატორი და რეფორმატორი. თვითონ არ დართულდა როგორც ჩანს
რეფორმატორად თავს თუ კონსერვატორად? აი მის საოცარ სიტყვებზე მამაო ჩვენოს როგორ გამარტავს, მე მგონი წუთნახევარი გვეყოფა. კი ბატონო, გვეყოფა. რო დაინახოს გაიგონოს სვენდელმა როგორ ცოცხალი სიტყვით ამოსის. პირველი რასაც გამოუცხადებს ქრისტე იმათ მის მას თხოვს ლოცვის სწავლებას, პირველი რასაც იგი უტოვებს როგორც შეუფასებელ ზღვას და ნუგეს და სიხარულს და შტაგონებას, არის შესაძლებლობა დაუძახო ღმერთს მამა. შეიმეცნო იგი როგორც მამა. რას აღარ ფიქრობდა ადამიანი ღმერთზე, რა თეორიები არ შექმნა, რა არ უწოდა მას, აბსოლუტური და პირველი მიზეზი და უფალი და ყოვლისმხრივი და შემოქმედი და შურისგებელი და უზენაესი არსება და ასე შემდეგ და თითოეულ ამ თეორიაში, თითოეულ ამ სახელმწიფოში რა თქმა უნდა არის შეშმარდების მოცულიც. ნამდვილი გამოცდილებას, ჩვეულებრივ სიღრმეს, მაგრამ ერთი სიტყვა მამა და მასზე დართული ჩვენო თავის თავში მოიცავს ყველაზე მოთხოვნილ განსაზღვრებას და ამავდროულად წარმოგვიდგენს მას როგორც სიახლოვეს, როგორც სიყვარულს, როგორც ერთადერთ განუმეორებელ და სასიხარულო კავშირს. ამოუჩენო აქ არის სიყვარულის ცოდნაც, სიყვარულზე პასუხიც. აქ უკვე არის სიახლოვის გამოცდილება და ამ გამოცდილების სიხარულიც. აქ რწმენა იქცევა ნდობად, დაქვემდებარება გადაიქნება თავისუფლებად. სიახლოვე წარმოშდება სიხარულად, ეს უკვე აღარ არის ვარაუდები ღმერთზე. ეს უკვე ღმრთის ცოდნა, სიყვარულში, ერთობასა და ნდობაში ღმერთთან ურთიერთობაა. დიდი მადლობა ბატონო ფრიდონ. ჩვენ ვესაუბრეთ ფრიდონ საყვარელიძეს, დეპუტატს, პარლამენტის დეპუტატს, რესპუბლიკური პარტიის წევრს. რომელმაც თავის მეგობართან, ასევე რესპუბლიკური პარტიის წევრთან ერთად, თუ არ არის რესპუბლიკური პარტიის წევრი? არის ნოტარიუსი არა აქვს პარტიული კუთვნილება. იურისტ ოთარ ზოიძესთან ერთად გამოსცა თარგმნა და გამოსცა ბატონი ოთარის განუზრუნოდ დიდი ღვაწლი ამ წიგნის გამოცემა. ალექსანდრ შმემანის ორი წიგნი გამოვიდა, სტატიები ითარგმნა ქართულად და როგორც ბატონმა ფრიდონმა გითხრა, 10 დღეში წიგნების მაღაზიებში შეგვიძლია შევიძინოთ. დიახ, ძალიან დიდი მადლობა მას, ძალიან დიდი მადლობა ამ საუბრისთვის. ჩვენი გადაცემა თავისუფლების 1 საათი მიიწურა. მე ვარ გოგი გვახარია და მიმყავდა ეს გადაცემა. ლევან გვარამაძე იყო ხმის ოპერატორი, მე გემშვიდობებით ხვალამდე. კარგად ბრძანდებოდეთ.